ჟერსენის აბრამ ეს ჟან ანტუან ვატოს ნამუშევარია, რომელიც მან ხელოვნების ნიმუშებით მოვაჭრის ედმე ფრანსუა ჟერსენის გალერეისთვის დაახლოებით 1721 წელს შექმნა. ვატომ სურათზე ხელოვნების გალერეაში შეკრებილი ადამიანები გამოსახა. სასურათე სიბრტყის მარცხენა არეში გამოსახულ მამაკაცთაგან ერთ-ერთი სარკეს იჭერს. მისი მზერა ნამუშევრისკენაა მიმართული, რომელსაც თეთრ პერანგში გამოწყობილი მამაკაცი ხის ყუთში ათავსებს. ეს ლუდოვიკო მე-14-ის პორტრეტია. ვარდისფერ კაბაში გამოწყობილმა ქალბატონმა ესესაა გადააბიჯა ზღურუბს. იქმნება განცდა, რომ ამ მომენტში ის სურათების გარდა სხვას არავისა და არაფერს აქცევს ყურადღებას. ამ შთაბეჭდილებას კიდევ უფრო ამძაფრებს მის სიახლოვეს გამოსახული მამაკაცის ფიგურა, რომელსაც ქალბატონისკენ ხელი აქვს გაწვდილი. როგორც ჩანს, ვარდისფერ კაბაში გამოწყობილმა ქალბატონმა ეს ჟესტი ვერ შენიშნა, რადგან ის დიდი ინტერესით აკვირდება ნამუშევრების ჩალაგების პროცესს. სასურათე სიბრტყის მარჯვენა არეში გამოსახულ ადამიანთაგან ნაწილი ოვალურ ჩარჩოში ჩასმულ ნამუშევარს აკვირდება. ვარაუდობენ, რომ დახლს მიღმა გამოსახული ქალბატონი ფრანსუა ჟერსენის მეუღლეა. ის მარცხენა ხელით დახლზე დადგმულ სარკის ფეხს იჭერს. დახლთან მჯდომი ახალგაზრდა ქალბატონი საკუთარ გამოსახულებას აკვირდება სარკეში. როგორც ცნობილია მხატვარმა, ეს ნამუშევარი 7 დღეში დაასრულა. ჟერსენმა კი ის გამოფენიდან 15 დღეში გაყიდა. ვატოს ავტორობით შექმნილი ეს სურათი მოგვიანებით ორ ნაწილად გაყვეს. ცხადია, ამან ნამუშევრის დაზიანება განაპირობა. მისი გამთლიანება მხოლოდ მე-20 საუკუნეში მოხერხდა. დღესდღეობით ეს ნამუშევარი ბერლინში, შარლოტენბურგის სასახლეშია დაცული.